ჩემო ქართველებო, ასე გაგვიყიდეს სამშობლო ნელ-ნელა. ღვთისმშობლის წინხედრი ქვეყანა იყიდება და ჩვენ ვართ ჩუმად. ნახეთ, რამდენი რამეა გაყიდული. ძალიან ბევრი, სულ არაბებზე, თურქებზე, ირანელებზე და ასე თუ გაიყიდება ეს მამული, მერე დაგვეკარგება სამშობლო, დაგვეკარგება სარწმუნოება, დაგვეკარგება ეკლესიები. ამიტომ ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ ბათუმში რომ მოძღვარი სემეს და ხმას არავინ არ იღებს, თურქებმა სემეს რომ რატომ გაიარეო ჩვენს ქუჩაზეო, ბათუმში ვინ მისცათ თურქებს თავიანთი ქუჩა. მამაო გვიცემეს ხალხო, მამაო. და მაინც თბილისშიც ასე უნდა ურტყან და სემონ ხალხს და მამაოებს რომ გამოხვიდეთ მთელი თბილისი და საქართველო. ეს დროც მალე დაგვიდგება. ბახტრიონი კახეთში რატომ მოხდა? იმიტომ მოხდა რომ მღვდელი გააუპატიურეს, მამაო გაგვიუპატიურეს თურქებმა და მთელი კახეთი აჯანყდა, იმიტომ რომ ღირსებას შეეხნენ. აქაც უკვე ღირსებას ეხებიან, სამშობლოს გვართმევენ და ეხლა მაინც აღდექი საქართველო და გაიღვიძეთ ხალხო, აღარ გვექნება მალე სამშობლო, ეს საქართველო ჩვენი აღარ იქნება. ნახეთ, რეები ხდება. აი არაბული დეკორაციული სოფელი მდებარეობს ვაზიანის სიახლოვესა. ნახეთ, მშენებლობები მიდის. ნახეთ ხალხო, აი არაბული სოფელი ტაბახმელაში, აი უკვე აშენებულია. ნახეთ, არაბებზე გაყიდული მიწები. აი ნახეთ, ეს ხო ოფიციალური ამონაწერებია საჯარო რეესტრიდან. ნახეთ რა ამბავია საქართველოში. ჩადით აბა არაბეთში, თურქეთში, ირანში, იყიდეთ მიწები. ან ვინმე თურქს შეურაცხყოფა მიაყენეთ, რას გიზავენ, ვინ მოგცემთ ამის უფლებას და ჩვენ რატო ვაძლევთ უფლებას რომ მიწებს გვიყიდიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ. ნუ თუ ქართველებში აღარ არსებობს ვაჟკაცობა, ღირსება. ნახეთ, აი ესეც დიდი ტერიტორია არაბებზე გაყიდული. აი ნახეთ ხალხო, რა ხდება. აი გაიღვიძე